მე ვარ სოფიო გოგუა საქართველოდან. ამჟამად ვცხოვრობ საფრანგეთში. საქართველოს დავტოვეთ 3 წლის წინ. წამოვედით მთელი ოჯახი, მე მეუღლე და 3 ბავშვი. წამოვედით იმიტომ, რომ შუგეძინა პატარა დაიბადა ჯანმრთელობის პრობლემებით. ჭირდებოდა ისეთი ოპერაციები, რომელიც არ კეთდება საქართველოში და შესაბამისად მოგვიწია საფრანგეთში წამოსვლა. ვინაიდან იქ არ კეთდებოდა ეს კონკრეტული ოპერაციები, ვერ კეთდებოდა უბრალოდ. პირდაპირ ქირურგმა გვირჩია, რომ წამოგვეყანა საზღვარგარეთ, იმიტომ რომ მაინც მოგვიწევდა დიდი რო გაიზრდებოდა წამოსვლა და ბევრჯერ ვარ გავჭრათ, რომ ბავშვი ოცფოდოარიო და ამიტომ თუ გაქვთ ამის სიტუაცია და საშუალებაო, რომ წაიყვანოთ და მიხედოთო. აქ აქვთ ყველაფერი ბავშვებს, რაც კი შეიძლება დღეს ბავშვს კონდეს, ეს სასწავლო რესურსი იქნება ნებისმიერი, ყველაფერი აქვს ბავშვს. ისე რომ მშობელი საერთოდ არ ფიქრობს და არ წუხდება ამაზე. ამის შემდეგ ვფიქრობ ხარ დღევანდელი გადმოსახედით იქ რაც ხდება, ნულად არ მაქვს სურვილი დაბრუნების. იმიტომ ძალიან აქედან სიმართლე გითხრა, ძალიან ცუდად ჩანს ყველაფერი, ძალიან რთულად. ბარმა კათანელიშვილი 32 წლის, უკვე 9 თვეა, რაც ვიმყოფები გერმანიაში. სამუშაო პროგრამით წამოვედი, ეხლა ვაკეთებ აუსბილდუნგს და ვფიქრობ, ვიზის გახანგრძლივებას. საქართველოში მყავს 2 არასრულწლოვანი შვილი დატოვებული და ვფიქრობ სამომავლოდ შვილების წამოყვანასაც. რაც ჩამოვედი გერმანიაში, მუშაობდი მთელი 8 თვის განმავლობაში მაკდონალდსში, სამუშაო ვიზის ჩამოვედი, თუმცა ეხლა ავიღე ენის სერტიფიკატი, ჩავაბარე გამოცდა და გავაკეთე აუსბილდუნგი კლინიკაში, 1 აგვისტოდან უკვე დავიწყებ აუსბილდუნგის პროგრამით სწავლას, თან სწავლა და თან სამუშაო პროგრამა. და ეს ვიზა უკვე მოიცავს 3 წლიას გახანგრძლივებულ ვიზას. ამის შემდეგ უკვე შემიძლია ვთქვათ გაერთიანებაც გავაკეთო და ბავშვებიც ჩამოვიყვანო საქართველოდან. ჩემი მიზნები რაც მაქვს ჩაფიქრებული, ამ ყველაფრის განხორციელების შემდეგ ვფიქრობ, რომ სამომავლოდ მაინც აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში. მე ვარ თამარი მახათაძე, ცხოვრობ კანადაში 2014 წლის 3 აპრილიდან, უკვე მე 11 წელია რაც იქეთ ვართ, კერძოდ ქალაქ ვანკუვერში ვართ. კანადაში წავედი, იმიტომ რომ ჩემი მეუღლე იყო იქ და როდესაც დავქორწინდით, უკვე მოკლედ მეც იქეთ გადავცხოვრდი და მას შემდეგ ვართ იქეთ. პერიოდულად კი ჩამოვდივარ, მაგრამ იქ ვცხოვრობთ. კანადაში მუშაობ, სწავლობდი რაღაც პერიოდი, ენას სწავლობდი ჯერ, შემდეგ უკვე გავიარე საგნები, რაღაცები, რაც მჭირდებოდა რომ მუშაობა დამეწყო და პირველ ეტაპზე მუშაობდი ადმინისტრატორის ასისტენტი ვიყავი, ოფის ადმინისტრატორის, შემდეგ ვიყავი ბუღალტრის ასისტენტი ვიყავი და მას შემდეგ რაც უკვე შეგვეძინა მე-5 პატარა, ამჟამად ვარ დეკრეტულ შვებულებაში და სექტემბრიდან ვფიქრობ რომ ისევ დავიწყებ მუშაობას, კიდე განვახილებ სწავლას, რაღაც კუთხით მომწონს რაღაცები და შეიძლება სწავლას დაუბრუნდე ისევ, ნახოთ როგორ იქნება. და სიმართლე გითხრათ, ისეთი სიტუაცია, ჩამოსვლიდან ჩამოსვლამდე 3 წლის წინ ვიყავი, მაშინაც დაახლოებით 8 თვით ვიყავი, ეხლაც უარესი სიტუაცია და სამწუხაროდ ჩამოსვლიდან ჩამოსვლამდე ფასები მხდება გაზრდილი, ძალიან გაზრდილი თანაც და არაფერი არ იცვლება, ესე გამოდის დიდად უკეთესობისკენ და ის მომენტი რომ სამუდამოდ ჩამოვიდეთ და დავბრუნდეთ ჯერჯერობით ჩემი ოჯახისთვის პირადად არის წარმოუდგენელი. მე ვარ ნათიანა სყიდაშვილი, 35 წლის, 3 წელია ვცხოვრობ საფრანგეთში, ჩემს 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად. მაქვს ცხოვრების და მუშაობის უფლება, მაგრამ რადგან ენა არ ვიცი კარგად, ამ ეტაპზე ვერ მუშაობ. ამჟამად დავდივარ სკოლაში, ენის შესწავლის კურსებზე და ვაპირებ აუცილებლად მუშაობის დაწყებას. საქართველოში დაბრუნება რა თქმა უნდა მინდა, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ განვიხილავ და იმედი მაქვს სამომავლოდ
შეიძლება ყველაფერი უკეთესობისკენ და აუცილებლად დავბრუნდები ჩემს შვილებთან ერთად. მე ვარ მარიამ წულაია, 30 წლის, ამჟამად ვცხოვრობ ისრაელში და ჩამოვედი 5 წლის წინ ჩემს მეუღლესთან ერთად. ჩვენ ვართ ორივე ექიმები. ამჟამად ვმუშაობ ვოლფსონის კლინიკაში, უკვე 3 წელია ვარ ანესთეზიოლოგი. გზა საქართველოდან ისრაელამდე და კლინიკამდე ნამდვილად არ იყო მარტივი, თუმცა როცა გიყვარს შენი პროფესია, და ხარ მიზანდასახული, ნამდვილად ყველაფერი გამოგივას. როდესაც ისრაელში ჩამოვედით, არ გქონდა სამსახური, ვიყავით პროგრამაზე, სადაც ცხოვრობდით პროგრამის საერთო საცხოვრებელში და გქონდა მხოლოდ მინიმალური სტიპენდია, რომელიც მხოლოდ გადაადგილებაზე და საკვებზე ყოფნიდა. ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში ახლა არის რეზიდენტურის მხრივ. ისრაელში, ევროპაში ყველგან ნებისმიერ ადგილას მსოფლიოში რეზიდენტი იღებს ჩვეულებრივ ხელფასს. მხოლოდ საქართველოში რეზიდენტი უხდის გადასახადს კლინიკას. ეს არის ყველაზე არასწორი მიდგომა. როგორ შეიძლება რეზიდენტმა სწავლაში ფული გადაიხადოს, არ მესმის. რეზიდენტურაზე ადგილს რაც შეეხება, ძალიან ცოტა ადგილი ცხადდება და შესაბამისად მიიღება სამედიცინო უნივერსიტეტში არის ძალიან დიდი და შემდეგ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პერსპექტივა არ აქვთ რეზიდენტებს, იმიტომ რომ ვერ პოულობენ რეზიდენტურაზე ადგილს და იმ შემთხვევაშიც თუ პოულობენ რეზიდენტურაზე ადგილს, გადასახადი იმდენად მაღალია, რომ შეუძლებელია გააგრძელოს სწავლა. ამიტომ ძალიან ბევრი სტუდენტი ძალიან ჭკვიანი ექიმი მიდის საზღვარგარეთ, რომ ისწავლოს, დაამთავროს რეზიდენტურა და გახდეს სრულუფლებიანი ექიმი. თუ ჯანდაცვის სფეროში რაღაც ცოტათი მაინც არ შეიცვლება, ძალიან ძნელია ექიმისთვის გააგრძელოს მუშაობა საქართველოში. ტორონტოში ჩამოვფრინდი 2016 წლის 4 ნოემბერს ორსული და დედა რამდენიმე წლის შემდეგ ოდნავ რომ ფეხზე დადგომა შევძელი ჩამოვიყვანე დაახლოებით 4 წლის უკან. დედას აქვს დემენცია. საქართველოდან წასვლა გადავწყვიტე, რადგან ძალიან ტრამვირებული ვიყავი და მინდოდა გადარჩენა. გადარჩენის ხერხი ერთ-ერთი ავირჩიე, რითაც არ ვამაყობ, თუმცა იმ დროს ისეთი დასუსტებული ვიყავი, რომ სხვა გზა არ ჩანდა ჩემთვის. მივმართე გადარჩენის ერთ-ერთ საშუალებას გაქცევას. გაქცევა მსურდა განვლილი ცხოვრების გამო. გავრბოდი ჩემი წარსულისგან, ჩემი ტრამვებისგან და გავრბოდი საქართველოში არსებული იმ სიტუაციისგან, რაც მწიფდებოდა და ახლა უკვე კულმინაციას მიაღწია. ყოველთვის ვამბობ ჩემმა შვილმა, გადამარჩინა, ანუ მომანდომა სიცოცხლე, დემენციამ კი უკეთესობისკენ შემცვალა და სასწაული ნიჭი გააღვიძა ჩემში, საოცრებები დაიხატა და შეიქმნა საოცარი წიგნი. ჩემ მიერ დაწერილი სამყაროსგან ნაკარნახები, როგორ შეცვალა დედის დემენციამ ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ.